გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ რედერი, დელივერი და ჩემი მთავარი მიზანია განახო თბილისი ისე როგორც მე ვხედავ. ქალაქში ყოველთვის ხდება ბევრი რაღაცა, არის ხიფათი, სირთულე, ეცნობიათას გარემოს, მაგრამ ყოველდღიურად სხვადასხვა სიახლეს ნახულობ და ეცნობის სხვა კუთხით. ამიტომ მე მინდა დაგანახოთ როგორია რეალური სამყარო. ესეთი შარები ხდება ყოველთვის აქ. ერთ სიტყვით თავი რო არ მოგაბრეჯროთ, მინდა რომ შემომიერთოთ, ვისაც გაინტერესებთ მსგავსი კონტენტი. გამარჯობა. მადლობა. არაფრის კარგად. Subway შეკვეთა გვაქვს მზად. ეხლა რა გააკეთ, აი, იქნებ. ოპ. ეხლა არის 12-ის ნახევარი და ამინდის ხედვით თბილისში არის 30 გრადუსი, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 25 მეტრია. ძალიან გაუსაძლისია ეს სიტუაციაში მუშაობა და მეტი სივისით უნდა მივიღოთ. თალკე ქუჩის სტრესი, იბეები, ახლა სართულებზე ეს ყველაფერი გვლის ძალიან. ხალხს გონია რომ მარტივად შოულობს, თანხას ესე არ არის. დიდის რომ ამ ყველაფერში ჩადებული. ახლა შეკვეთა. გამარჯობა. 009. Andrei Polsonova. Mადლობა. მიკრო ხალხი გენიაში. აია დაფულობ კაბლიო. საზიზღარისია ხალხო აი. მისამართან მოვედით. ვერ ვიტან მიკროებს და კვარტლებს. ზოგორგოს არც აწერია. ზოგი საერთოდ არ ჩანს. მეტის მიხედვით ეს არის მე-4 ნომერი, აქ არის 17. ნუ კარგია რომ მოხმარებელს 17 აქვს მითითებული. ხშირად ამით ხდებით თორე პროგრამის მეპით რო ვიმჯელოთ, ხშირ შემთხვევაში აინჯობია ჩვენ ინტუიციას ვენდოთ. გამარჯობა. მეეორდეთ. კარგი. ყველა ხუთრა იქნება შემდეგი შეკვეთა. დევონში დიდად არ მიყვარს ხოლმე მოძრაობა. შემოვიდა შეკვეთა. ახალოკაში დავტოვოთ გასტრონომიდან. Let's go. ის ახალი ჩანთები მთელა არის. მართლა ოთახიანი გვაქვს მოშენებული, აი. სულთან გაძრომა რომ მოგინდეს სადმე ვერ გაძრო. ესეც ბელიაშვილის გასტრონომი. გამარჯობა. 546-ია. ესეც და ესეც. მაგო აი ძალიან უაზროდ დიდი ჩანთებია. კი, კარგია, როცა დიდი ყუთების პიცები თავისუფლად ეწევა, მაგრამ ჩემი აზრით არაკომფორტულია. თან საზურგი არა აქვს, რომ მოიკიდო ზურგზე და გიწევს საბმა. ცოტა დამღლელია, როცა ბენზინს ასხამან, აბარგულიდან გინდა რამის ამოღება. აპლიკაციაში ყოველთვის წერია შეკვეთის აღების სავარაუდო დრო და დატოვების სავარაუდო დრო. მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს. იმიტომ რომ შეიძლება აღების და დატოვების დროს ერთდროულად იყოს ანუ მითითებული, რაც პირადად კურიერებს შეიძლება არ გვეხება ეს ხარვეზი, მაგრამ მომხმარებელი შეიძლება ამით ყურდებოდეს. ყოველთვის თუ რაიმე დაგვიანება არის და ჩემთვის განკუთვნილი აღების დროში ვერ ვახერხებ შეკვეთის აღებას, გუნიშნავ რომ აგვიანდება შეკვეთას 5 წუთი თუ 10 წუთი, უბრალოდ რამდენად ხედავს ამას მომხმარებელი, ეგ არის. ყოველი შემთხვევისთვის ხშირად დაგვიანება არ არის კურიერის ბრალი და ამ შემთხვევაში ლიექტი არის პასუხისმგებელი, რომ დროულად ჩაბარდეს შეკვეთა მომხმარებელს. 5 წუთი დამჭირდა, 3 წუთი დამჭირდა გასტრონომიდან, დაახლოებით 5-დან აქამდე მოსვლა. კურიერებს მაქსიმუმ 10-15 წუთიან პიკ საათში 20 წუთი გჭირდება შეკვეთის დასატოვებლად. ბენზინით მოიქნებით კურიერების მიმართ. იმიტომ რომ მაქსიმალურად
ცდილობენ მალე მოგაწოდონ შეკვეთა, რადგან ეგ ჩვენთვისაც უკეთესია, უფრო მალე დავტოვოთ შეკვეთას, მithom მალე ავიღოთ. პირველ შემთხვევებში, სადაც იძახენ 5 წუთს და 9 საათი მოუწევია. ჩვენ სადღაც აქ ბლოკინი ჩვენ საკუთარ კონტაქტი და 13 ნომერში სადმე დავუტოვო, აი ხა დატოვე სადღაც სილვედო number 13. აქ 13 ამპერია. Oni სადაც 13. ოპა. მე ვისახურო უბრალოდ. აქ კარი სადღაც. კართან ახლოს. აქ რამდენი კარი იქნება? ეხლა კაც მომაპიცი. კონტაქტელი. გამარჯობა. ა 13 ეს არ არის? 15. მადლობა დიდი. ეგა რა. გამოდი და დახვდი შეკვეთას. თუ არ გინდა რომ ეცდომი სხვა ჩააბარო. ამ შემთხვევაში მეტიც აწერია როგორც მე ამოვიკითხე 15 ყოფილა. ისეთ რაღაცებს მიაქვს ყოველთვის დროა. ეს გაგეზიანება სიცხეს მერე ამ სიცხეში. ან ცხევა რა. ალო. წყლის გარეშე სიარული არ გიქს, მაგრამ იდის ყიდვას ყოველთვის პატარას გიჩევთ, თუ მალე არ დალევთ, აგიქრებათ. ეს პროცესი მაგიზიანებს ყველაზე მეტად. ამის მოხსნა ახლობა. გამარჯობა პაპა. გავავსოთ. ეგ არაფერი. აი გადადებოდი. მადლობა. ასევე კეთილი დღე. სასაცილოა, ეხა ისეთ სიტუაციაში მქონდა დამჯდარი კამერა, რომ ვერ გადავიღე, ანუ აგერ მიყენია და ჩემთან მქონდა პრეტენზია ისეთ ადგილზე აყენებ, რომ აქ უნდა გადმოვახტერო. გამოესაუბრა და ძალიან ინტერნულად მიმართავდა. არ შეიძლება ეგეთი აგრესია და ძიმე სიარული, აი დაბოღმილები არიან უმეტესობა, მაგრამ ხიათი ნეგატიური ენერგიით და შეძახილებით უნდა რომ თქვენ წაგართოთ ენერგია და გავყოფოთ სულ ხასიათზე. ამიტომ ვეცადოთ გავატაროთ მარტივი გასატარებელი რაც არის. არა უყვეთ შარს. იმედი მაქვს მეტი დაფასება იქნება ამბულიანების. ყოველთვის მართალი არ ვარ. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში მეც ვარ ღვევ, ან მიწევს გარღვევა, ან უბრალოდ გადაგვლენობის გამო მიწიშების მომენტალურად და ვობ შემთხვევაში დავისვენ. როდესაც ორ ბორბალზე ხარ, ზოგი იძახის რა პრიორიტეტია, არ არის პრიორიტეტი, ჩემი არჩევანია ორი ბორბალი, უბრალოდ ის არის, რომ თუ რაიმე ხდება საკრავო შემთხვევა, ამ შემთხვევაში უფრო დაცულია ადამიანი 4 ბორბალზე, რადგან შიგნით მანქანა უფრო მალე მოახერხებს გაჩერებას და სიტუაციის თავიდან არიდებას, ვიდრე მე, როცა შეიძლება სველი იყოს და ეგრევე წამაქცევს. შეკვეთა არ შემოდის, 10-9-ში 4-5 შეკვეთა მოქვს მაქსიმუმ დატოვებული, მე მივარ სამთავროსკენ. 10-9 და 5 შეკვეთა. შესაბამისად ყველა კურიერს უსურვებ ჯანმრთელობას და დავას რომ ქალაქში რაც ხდება ამ სირთულეებს გაუძლო. რა თქმა უნდა არის კარგი სიტუაციებიც, პოზიტიური ხალხი, ხდება დადებითი ემოციებით სავსე ადამიანებს მოუწევი გაუმეფი.
მაგრამ ძირითადად ენერგია მიაქვს იწყეს ახლას. შეიძლება ვიღაცის ერთი ცუდი სიტყვა თუ უარყოფითი შეფასება შენ თელ დღე და აისახოს და ეს ყველაფერი საწყენია. მაგრამ ვეცადოთ რომ ყველაფერი პოზიტივით მივიღოთ. აუვაჩს. აი დიდი. Never get older and we will never die. Თითქმის 2 საათია გამოსული ვარ და 25 ვარი ცოტა. ეხლა ცოტა ხანი უნდა შევისვენო და მივირთვა საჭმელი და ცოტა ენერგიულად ვიყო. თუმცა პროგრამას არ გავციშავ, ისე შევისვენო ცოტა ხანი. აზბეგის დანკინის შეკვეთა, ესაც არ ვიტოვებ. ჩიხები თუ იცი, შედარებით გაგიმარტივდება ჩემში სიარული, ამიტომ წრეების დარტყმა და ისე უთელი სიჯან აზბეგზე ჩასვლას. Would you like to buy lemonade? Oh, it's your handbag. Yes, it's handmade. It's handmade. აგირს? 1 ლარი. For sale. კარგი წამოწყებაა და წარმატებებს გისურვებთ. I love it. Thank you so much. Thank you too. კი, და შრომა ვისაც უყვარს ყოველთვის უფასდება. გადროებით. ძალიან საყვარელი ბავშვები იყვნენ, ყველა ახალგაზრდას უნდა მივცეს სტიმული, რომ დააფასონ შრომა. შრომით ყველაფერი გამოდის, მით უმეტეს ადრეულ ასაკში, როცა დაინტერესებულია, რომ რაღაც თავიანთი თანხა გამოიმუშაონ, საჭიროა გვერდში დგომა და პოზიტივით. გამარჯობა. კარგად. გამარჯობა. Enjoy. Please. To the left and to the right, we're gonna shine like the გამარჯობა. კარგად. ძირითადად ესეთ ობიექტებზე, სადაც ფეხით გვიწევს გარკვეული მანძილის გავლა, ვეკარგება დრო. მაგრამ მომხმარებელთან მაინც დროულად მიგვაქვს, ყოველთვის რაღაც გარკვეული მიზეზები არ არის. And now we have a wonderful surprise for you. Make the mic fly. შეკვეთა უნდა ავიღოთ 100-იანზე და ყოველ აზბეგზე. ოპა, კარგი ზე. ცოტა სუფთა ჰაერზე გამოვედით. როგორ ხდები ამ შეკვეთას ტოვებს ტუტქალაკში? აფრიკაში გავიარე ასაღებად ფაქტის კაიროში დამიბარე საიდუმლო უბნის მე ვარ დიდიღო მივით თავში ქარები ქრის ესთეტიკა ღამის სამის ვაზის უბნის ლომბარდები მინათებენ გამზირს ესეთ ჩვენი ტუტქალაკი. როგორც ცენტრი ნახალოვკის მასიური როგორც მასივები ვარ კეთილის მაგიური როგორც ნათებები სტუთქალაკის ისე ყველა უბანს თავისი დამახასიათებელი გარემო აქვს და საინტერესო მხარე. მე კიდე ეს ტუტქალაკი რაღაც კარგ ვაიბს მაძლევს. რაც მხრივ თემქაზე რო არა შენდას კორპუსებია, მაგას ვამსგავსებ. ეხლა არის 4:09, 4 საათნახევარია, რაც მუშაობ. ამ დროის განმავლობაში მაქვს დატოვებული 16 შეკვეთა. ახლა შემომივიდა ერთი 9 კილომეტრიანი შეკვეთა, რომელიც მიმაქვს თაწმინდისკენ. მადლობა. კარგად. Take hold of a pole to me most powerfully. I feel free when the world doesn't know it to me. It's so hard to find a gig that lives up. Trying to find a reason to work out, willing to admit my thinking is wishful. ვა, როხუნია? რამდენი ხარ? მე გვინდა 4 ნომერი. რომელიც სავარაუდოდ იქნება ეს. მე დაგცხათ ჯიგრებო?
გამარჯობა. აი ასუთა ჰაერზე გამოსვლა. ეს ეროვნებისთვის კარგად. ეს არის მთაწმინდის აღმართიდან ხედი, რომელიც გადაჰყურებს თბილისს. აქ სავარაუდოდ ხანძარია. ძალიან დიდი ბუღი არის ის მთაწმინდი. ჩემი სამუშაო ტრანსპორტი არის Yamaha Fasino S, რომელიც მეხმარება რომ გამოვიმუშაო თანხა საკურიერო მომსახურებაში. დიდ რეკომენდაციას გავუწევ მე ამ მოპედს, ყველაფერს აკეთებს, რაც სჭირდება ამ სფეროს. არის საკმაოდ გამძლე, ჩქარი, ლამაზი რეტრო ტიპის არის. რეიზი არის და Fasino და იგივე ძრავით არის და სისტემით, უბრალოდ ვიზუალში არის განსხვავება. სენდვიჩია ეს. ნადვობა. კარგად. Wow, საინტერესო შენობა არის. Wow. Hi. Very interesting place. Enjoy. Sounds hilarious. Whenever you are, feel like we'll keep walking and we can't get far. Wherever you are, funny how the music put time in perspective. Add a soundtrack to your life and perfect it. Whenever you are, feel like we'll keep walking and we can't get far. Wherever you are. ეხლა ვარ დედაენის პარკში. ავიღე შეკვეთა. კაი ამინდიას ასეირნოდ ვარ სამუშაოდ ძალიან საზიზღრობა არის. აქ კიდე ესენი მაგრადესობიან. Okay, we can take it all back. უკვე 6 საათია რაც გამოსული ვარ. პროგრამა არ გათიშულა. ზოლები არ არსებობს როგორც ჩანს. არ მიყვარს რა. მე გამოხდება ვიღაცა კომენტარებში და ეთქვის რომ აუ ნელა იარეთ ძმაო ნელა რო დადიხარ მაინც შენგერში ან ჩქარა დადიხარ შენ ხან ყვანი. თავარი არის ყურადღება და არ დაარღვიო მოძრაობა. ეგრე იმდენი რამე არ შეიძლება ყველაფერს რო იცავდეს ადამიანი. კარგი. აუ არა მე უნდა ავიღო. Love sick like a dog, canine sensitivity. Developing this new theory of relativity. Connecting the souls resting in captivity. Positive life sacrifice what it is to be our history. Only a quarter of a century reality. Sitting on the shoulders of a chemistry. See, ain't no mystery. The colors that we mix will set the mind free. Let the blind see beyond harmony. Breathe life in the dead space. Blow away your clouds of doubt. New territory we determined to be. Everything a safe haven is supposed to be. მოკლედ დღეც დასრულდა. გადაგიმოვეს და ცოტა დავიღალე, მაგრამ ეგ არაფერი. თქვენ რომ არ იყოთ აზრი არც ეკნებოდა ამ ყველაფერს. ავარია მშვიდობით ვარ და სკუტერიც უნებელია. მადლობა ყველას ვინც უყურა, გაატარა დრო ჩემთან ერთად და ნახა თუ როგორია რეალურად კურიერის თვალით დანახული თბილისი. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. მე კი მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიებით და ახალი კადრებით. დროებით. Good gracious, every process has a genesis, it ends with the revelation. God